იცი რატომ არ ხარ მდიდარი? მიუხედავად იმისა, რომ ვირივით შრომობ, იმიტომ რომ სკოლაში მოგატყუეს. მათ გასწავლეს როგორ იყოთ კარგი თანამშრომელი და არა როგორ იყოთ თავისუფალი. დღეს ჩვენ განვიხილავთ ნავალ რავიკანტის ფილოსოფიას, რომელიც ამ სხრევს მითს, თითქოს სიმდიდრე მხოლოდ მძიმე შრომას მოაქვს. მოემზადე, ეს სიმართლე შეიძლება არ მოგეწონოს. თავი პირველი. შესავალი. სწავლა და სიბრძნე. წარმატებული ადამიანები ისინი არიან, ვინც არასდროს წყვეტენ სწავლის შესაძლებლობების ძიებას. ფორმალურ განათლების სისტემაში ცხოვრების შესახებ ძალიან ცოტა რამ ისწავლება. სასწავლებელში მხოლოდ იმას გასწავლიან, თუ როგორ გახდეთ ეფექტიანი თქვენ მიერ არჩეულ პროფესიაში. თუმცა, ნებისმიერი ზრდასრული ადამიანი დაგეთანხმებათ, რომ ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად ფორმალურ განათლებაზე მეტია საჭირო. სკოლისა და უნივერსიტეტის გავლა აუცილებელია, მაგრამ მთავარი არსი ისაა, რომ არ უნდა შემოიფარგლოთ მხოლოდ ამით და უნდა ეძიოთ ის სიბრძნე, რომელიც რეალურ ცხოვრებაში გამოგადგებათ. ნავალ რავიკანტმა თავისი დროის დიდი ნაწილი ცხოვრებისეული საკითხების შესწავლას, გააზრებასა და კვლევას დაუთმო. სწორედ ამან შესწინა მას სიბრძნე და ასწავლა, როგორ მიაღწიოს წარმატებას თანამედროვე სამყაროში. საბედნიეროდ, ახლა თქვენ სწორედ ამ სიბრძნის საგანძურს უნდა ეზიაროთ. ეს რეზიუმე შეიცავს რჩევებს, რომლებიც დაგიზოგავთ წლების განმავლობაში გრძელვადიან დაბნეულობასა და ბრძოლას. თუ ამ გაკვეთილებს გულთან ახლოს მიიტანთ და პრაქტიკაში გამოიყენებთ, გარანტიას გაძლევთ, რომ სხვებზე მუდამ ერთი ნაბიჯით წინ იქნებით. ასე რომ, მოემზადეთ და ყურადღებით გაეცანით ამ რეზიუმეს თვითოეულ თავს. ნუ იჩქარებთ. სრულიად მისაღებია, თუ რამდენიმე დღეს დაუთმობთ იმ იდეების გააზრებას, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სანამ მომდევნო თავებზე გადახვალთ. შინაარსის სიღრმისეული გაგება სისწრაფეზე ბევრად მნიშვნელოვანია. ეს შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს იმ კულტურას, რომელიც გკარნახობთ, რომ კვირაში 42 წიგნი უნდა წაიკითხოთ. მთავარი ის კი არ არის, რას კითხულობთ, არამედ ის, თუ რას ითვისებთ წაკითხულიდან და როგორ იყენებთ მას საქმეში. თუ წელიწადში მხოლოდ 5 ისეთ წიგნს წაიკითხავთ, რომლებიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის, თქვენ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნებით, ვიდრე ის, ვინც 100 წიგნი მხოლოდ რაოდენობისთვის წაიკითხა. ისააკ ნიუტონი ამბობდა, თუ მე სხვებზე შორს ვიხედები, ეს იმიტომ, რომ გიგანტების მხრებზე ვდგავარ. თავი მეორე. შრომა და სიმდიდრე. მხოლოდ თავდაუზოგავი შრომა არ არის საკმარისი გამდიდრებისთვის. როდესაც რიგით ადამიანს ეკითხებით რა არის საჭირო გამდიდრებისთვის, თითქმის გარანტირებულად გიპასუხებთ ბევრი მუშაობა. მაგრამ თუ ნამდვილად მდიდარ და ფინანსურად თავისუფალ ადამიანებს კითხავთ, გეტყვიან, რომ აქამდე მხოლოდ მძიმე შრომით არ მისულან. არასწორად არ გამიგოთ, თავდაუზოგავი შრომა აუცილებელი ინგრედიენტია. თუმცა შესაძლოა მთელ ენერგიას არასწორ საქმეს ახარჯავდეთ. მაგალითად, ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ რესტორანში საათში $20 მუშაობით გამდიდრდებით, რაც არ უნდა ბევრი იშრომოთ. ამ საქმეში მაქსიმალური ძალისხმევის ჩადებით, საუკეთესო შემთხვევაში უბრალოდ კომფორტულ ცხოვრებას თუ მოიწყობთ. არსებითად, იმის ცოდნა, თუ რაზე უნდა იმუშაოთ სასურველი სიმდიდრის მოსაპოვებლად, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შრომის მოყვარეობის ღირსებად ქცევა. გამდიდრების ყველაზე გარანტირებული გზა თქვენი ენერგიის ისეთ საქმეებზე მიმართვაა, რომლებმაც სხვები უკვე გაამდიდრა. ამის გათვალისწინებით, განვიხილოთ რამდენიმე ფაქტორი, რომელიც სიმდიდრის შესაქმნელად თავდაუზოგავ შრომას უნდა დაამატოთ. პირველი. ნუ გაცვლით დროს ფულზე. რამდენი დაქირავებული თანამშრომელი გეგულებათ, რომელმაც სიმდიდრე მხოლოდ ხელფასით დააგროვა? ალბათ 5-საც ვერ ჩამოთვლით. ნებისმიერ დასაქმებულმა, რომელსაც გამდიდრება სურს, უნდა შექმნას დამატებითი შემოსავლის წყაროები, რომლებიც ფულს დამოუკიდებლად გამოიმუშავებენ. მეორე. იქონიეთ წილი ბიზნესში. თუ ბიზნესის ნულიდან აწყობა არ შეგიძლიათ, შეგიძლიათ სხვებს შეუამხანაგდეთ როგორც თანადამფუძნებელი ან გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის აქციონერი. მესამე. გახდით უნიკალური. საშუალო დონის ადამიანები საშუალო ანაზღაურებას იღებენ, ხოლო მართლაც გამორჩეული ადამიანები თავად აწესებენ საკუთარ ფასს.
გამდიდრების მარტივი ხრიკი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ საქმეში საუკეთესო გახდეთ. იყავით იმდენად კარგი, რომ თქვენი იგნორირება ვერ შეძლონ. როგორც ერიკ იორგენსონი ამბობს, თავი დააღწიეთ კონკურენციას ავთენტურობის მეშვეობით. კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ, როდესაც სიმდიდრის შექმნას იწყებთ, სამი უმთავრესი კითხვა უნდა დასვათ. რა გააკეთოთ, ვისთვის გააკეთოთ და როდის გააკეთოთ. არ გაკოტრდებით თუ საზოგადოებას მიაწვდით იმას, რაც მას სჭირდება, ზუსტად მაშინ, როცა ეს სჭირდება. ამის გასარკვევად შესაძლოა დრო დაგჭირდეთ, მაგრამ დაიწყეთ ახლავე. დაიწყეთ ფიქრი და შესწავლა. შედეგს თავად ვენახავთ. თავი მესამე. განსჯის უნარი. განსჯა გარე პრობლემების გადაჭრისას სიბრძნის მართებული გამოყენებაა. განსჯის უნარი იშვიათი, ძვირფასი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამაა. თუ ამ უნარს განავითარებთ, ცხოვრებისეული წარმატება თითქმის გარანტირებული გექნებათ. სიბრძნე არის უნარი, დაინახოთ გადაწყვეტილების გრძელვადიანი შედეგები მათ მიღებამდე. სწორედ ამ სიბრძნის გამოყენებას გარე პრობლემების გადასაჭრელად ეწოდება განსჯა. ისევე როგორც სიბრძნის შემთხვევაში, ცხოვრების ერთ სფეროში კარგი განსჯის უნარი არ ნიშნავს, რომ ის ავტომატურად გაქვთ სხვა სფეროებშიც. ის შეგნებულად უნდა განავითაროთ იმ მიმართულებებით, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია. მაგალითად, ბიზნეს გადაწყვეტილებების კარგად მიღებამ შესაძლოა სიმდიდრე მოგიტანოთ, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ურთიერთობებში პრობლემები არ შეგექმნებათ. სიბრძნე არ არის ზოგადი ცნება, ის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში განსხვავებულია. საბედნიეროდ, განსჯის უნარი კუნთს გავს, ამიტომ თუ სერიოზულად მოინდომებთ, დროთა განმავლობაში მის განვითარებას შეძლებთ, აი რამდენიმე მარტივი ნაბიჯი. იცოდეთ საფუძვლები, რაიმეში ავტორიტეტი რომ გახდეთ, მისი ფუნდამენტური ჭეშმარიტებები უნდა გესმოდეთ, მაგალითად, ვერ იქნებით მაგარი მათემატიკაში მარტივი არითმეტიკის ცოდნის გარეშე. იგივე ეხება ცხოვრების ყველა სფეროს. თუ გსურთ იყოთ მართლაც კარგი მარკეტერი, დაუბრუნდით საწყისებს და კარგად შეისწავლეთ ისინი. მოусმინეთ სხვების აზრს. როცა გინდათ, რომ საქმე რაღაც კონკრეტული გზით წავიდეს, ადვილია თქვენი განსჯის უნარი დაიბინდოს. ეს ხდება სულ და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას. თუმცა, კლასიკური მაგალითი, რომელიც ყველასთვის ნაცნობია, რომანტიკულ ურთიერთობებს ეხება. როდესაც ვინმეს ხვდებით და გსურთ მასთან სამუდამოდ ყოფნა, მის ნაკლოვანებებს ძნელად ამჩნევთ. მეგობრებმა შეიძლება მიგითითონ აშკარა საგანგაშო ნიშნებზე, მაგრამ თქვენ დაბრმავებული ხართ, რადგან გსურთ ყველაფერი გარკვეული სცენარით წარიმართოს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი გარშემო გხავდეთ ადამიანები, რომლებსაც სიმართლის თქმის არ ეშინიათ. როდესაც ორ სიტუაციას შორის იჭედებით და ერთს გრძელვადიანი სარგებელი, მაგრამ მოკლევადიანი სირთულეები ახლავს, ხოლო მეორეს მოკლევადიანი სარგებელი და გრძელვადიანი სირთულეები. აირჩიეთ პირველი. აღმოაჩენთ, რომ ტვინი ეწინააღმდეგება მოკლევადიან სირთულეებს. უგულებელყავით ეს სიგნალები. ისინი მხოლოდ თქვენი ბიოლოგიური თავდაცვის სისტემის ნაწილია. თუ არ იცით, კი თქვათ, თუ არა, პასუხი არის არა. თავი მეოთხე. ბედნიერება და სურვილები. აუსრულებელი სურვილები ადამიანთა ტანჯვის მთავარი მიზეზია. მსოფლიოში უამრავი უბედური ადამიანია. გასაკვირი არ არის, რომ 2020 წლის პანდემიამ უბედურების გლობალური მაჩვენებელი მკვეთრად გაზარდა. მიიხედეთ გარშემო და დაინახავთ უამრავ უბედურ ადამიანს. შესაძლოა ამ წამს თქვენს გაწუხებთ რაღაც თქვენს ცხოვრებაში. ეს ბადებს კითხვებს. რა არის უბედურების მიზეზი და როგორ შეუძლიათ ზრდასრული ასაკის ადამიანებს უფრო ბედნიერად ცხოვრება? უპირველეს ყოვლისა, ვისაუბროთ იმაზე თუ რას ნიშნავს იყო ბედნიერი. სამწუხაროდ, ბედნიერების განმარტებაზე ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს, თუმცა ნავალ რავიკანტი ბედნიერებას ხედავს როგორც სურვილების არარსებობას. უბედურებას აუსრულებელი სურვილები იწვევს. როდესაც სურვილები არ არსებობს, ჩვენ ვერ ვიგრძნობთ უბედურებას. სურვილების გარეშე ცხოვრება ხომ შეუძლებელია, არა?
ჩვენი სურვილები და ვნებები არის ის, რაც გვაცოცხლებს. როგორც არ უნდა იყოს, მნავალი ურჩევს ადამიანებს, რომ თავიანთი სურვილები მინიმუმამდე, მხოლოდ რამდენიმე ერთეულამდე დაიყვანონ. ამ გზით ისინი ადვილად შეძლებენ ტანჯვის წყაროების იდენტიფიცირებას. ბედნიერება არ არის გრძნობა ან გამოცდილება. ეს არჩევანია, რომელსაც აკეთებთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც თქვენს ბედნიერებას უზრუნველყოფს, არის გადაწყვეტილება არ შეეჯიბროთ სხვებს. ცხოვრება ინდივიდუალური, ერთმოთამაშიანი თამაშია. თქვენ არავის ეჯიბრებით, ფოკუსირდით იმაზე, რომ იყოთ საკუთარი თავი და შეწყვიტეთ თქვენი ცხოვრების სხვებთან შედარება. ბევრი ადამიანი მნიშვნელოვნად გაზრდის ბედნიერების ხარისხს თუ ამ რჩევას გაითვალისწინებს. ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეკრანთან გატარებული დროის შემცირება. სოციალურმა მედიამ ცხოვრება იმაზე მეტად შეჯიბრებითი გახადა, ვიდრე ოდესმე. ერიკ იორგენსონი წერს: თუ ცხოვრებაში არაფერი გაგაჩნიათ, მაგრამ გყავთ თუნდაც ერთი ადამიანი, რომელსაც უპირობოდ უყვარხართ, ეს სასწაულებს მოახდენს თქვენი თვითშეფასებისთვის. თავი მეხუთე. საკუთარი თავი. ნუ გექნება დანაშაულის განცდა იმის გამო, ვინც ხართ. თქვენ საკუთარი თავისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ. ან, მოდით ასე ვთქვათ, უნდა იყოთ კიდეც ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი თავისთვის. საქმე, რომელსაც აკეთებთ და ხალხი, რომელიც გარს გახვევიათ, მეოვე ხარისხოვანი უნდა იყოს. მიზეზი მარტივია. თუ საკუთარ თავზე თავად არ იზრუნებთ, ამას თქვენ მაგივრად არავინ გააკეთებს, ხოლო თუ არ იზრუნებთ, სხვებისთვისაც ვერ იქნებით ისეთი სასარგებლო, როგორიც უნდა იყოთ. მაგალითად, გარდაუვალია, რომ გადაიწვათ თუ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საკუთარ თავზე ზრუნვის გარეშე ბევრს იმუშავებთ. როცა ეს მოხდება, აღარ გექნებათ ენერგია, რომ მეუღლესა და შვილებს გვერდით დაუდგეთ. მაგრამ თუ საკუთარ თავს მიხედავთ, იქნებით ჯანმრთელი და თქვენი ოჯახიც მეც სარგებელს მიიღებს. საკუთარ თავზე ზრუნვის კიდევ ერთი ასპექტი თქვენი გატაცებების უკომპრომისოდ მიყოლაა. თუ ხალხს მოусმენთ, დიდი ალბათობით ოცნებებს ვერ აისრულებთ. ფრთხილად იყავით იმ ადამიანებთან, რომლებსაც არ ჯერათ თქვენი და ცდილობენ ხელი შეუშალონ თქვენს ამბიციებს. მოусმინეთ თქვენს ინტუიციას და იმოქმედეთ შესაბამისად. ეს ვიდეო სრულიად უფასოა, მაგრამ შენ მაინც შეგიძლია გადაიხადო. ამ არხზე ვალუტა შენი ლაიქია. თუ თვლი, რომ ამ წუთებში თუნდაც ერთი ახალი იდეა მოისმინე, რომელიც დაგაფიქრებს, გადაიხადე შენი ლაიქით. ეს მე мотивაციას მაძლევს. შენ კი არაფერს გაკლებს. თქვენი ზრდისთვის მოქმედება აუცილებელია. შეიძლება გყავდეთ მსოფლიოში საუკეთესო მენტორი, მაგრამ თუ მის რჩევებს საქმეში არ გამოიყენებთ, დარჩებით იქ, სადაც ხართ. იგივე ეხება ნებისმიერ საქმეს, რომელსაც ხელს კიდებთ. უნდა გასდეთ мотивაციის ეტაპს, რათა გახდეთ მიზანდასახული და საქმის ერთგული. мотивაციამ შეიძლება გაყიდინოთ სავარჯიშო დარბაზის აბონემენტი. ჩაგაწერინოთ კურსებზე ან სხვა რამ გაგაკეთებინოთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი სასურველი შედეგის მისაღწევად. ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება და мотивაციაც ეცემა. მაგრამ არჩეული გზის ერთგულება და საქმის ბოლომდე მიყვანის გადაწყვეტილება არის ის, რაც სვლას გაგაგრძელებინებთ. თავი მეექვსე. ცხოვრების აზრი და ღირებულებები. ცხოვრება იმდენად მასშტაბური და იდუმალია, რომ თავად უნდა განსაზღვროთ მისი მნიშვნელობა და უერთგულოთ მთავარ ღირებულებებს, რათა დაბნეულობაში არ იცხოვროთ. რა არის ცხოვრების აზრი და მიზანი? ეს არის ერთი დიდი, ამოუწურავი კითხვა, რომელიც კისერზე აწევს ყველას, ვისაც კრიტიკული აზროვნება შეუძლია. ჩვენ მას სხვადასხვაგვარად ვსვამთ, თუმცა ერთსა და იმავეს უგულისხმობთ. მაშ, რა არის ცხოვრების აზრი და რატომ ვართ აქ?
რელიგია ცდილობდა ამ კითხვებზე პასუხის გაცემას. დედამიწაზე არსებული ყველა რელიგია გვთავაზობს საკუთარ, უნიკალურ პასუხს. ეს ზოგჯერ დამაბნეველი შეიძლება იყოს, რადგან შეხედულებები რელიგიიდან რელიგიამდე ოდნავ განსხვავდება. ცხოვრების არსზე პირდაპირი პასუხი არ არსებობს. მთავარი მიზეზი ისაა, რომ რასაც სხვები იტყვიან, თქვენთვის ასრს მოკლებული იქნება. თქვენი გამოცდილება უნიკალურია, ამიტომ თავად უნდა განსაზღვროთ, რას ნიშნავს ცხოვრება თქვენთვის. კიდევ ერთი რამ, რაშიც დარწმუნებული უნდა იყოთ, თქვენი მთავარი, ფუნდამენტური ღირებულებებია. ჩვენი ცხოვრება დროდადრო იცვლება, მაგრამ სწორედ ღირებულებები გვაქცევს პროგნოზირებად, სამდო ადამიანებად. განსაზღვრეთ ღირებულებების ის ნაკრები, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია და უნიკალურად ერგება თქვენს მიზანს, შემდეგ კი უერთგულეთ მას. ეს ღირებულებები განსაზღვრავს თქვენს პიროვნებას. თქვენი მთავარი ღირებულებები კარნახობს ადამიანებს, თუ რას უნდა ელოდონ თქვენგან. დასკვნა. წარსული წავიდა, მომავალი კი ილუზია. ამიტომ ყველაფერი, რაც გვაქვს, აწმყოა. ახლა. და არა გუშინ, არა ერთი წუთის წინ ან მომდევნო 5 წუთში. ახლა. როცა ამას გააცნობიერებთ, ისწავლით როგორ იყოთ ფხიზლად. ჩვენი უმეტესობა ძალიან გაფანტულად ცხოვრობს. მუდმივად ვცდილობთ ბევრი საქმის ერთდროულად კეთებას და ფიქრებით დავდივართ წარსულსა და მომავალს შორის. თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ყველაფერი მხოლოდ მენტალურ ენერგიას გვაცლის. ასე რომ ისწავლეთ გააზრებულობა. იყავით სრულად ჩართული ყველაფერში, რასაც აკეთებთ, ოღონდ აკეთეთ თითო საქმე ერთ ჯერზე. ეს თქვენი ცხოვრების ყველა სფეროს გააუმჯობესებს. თქვენი განსჯას და ფულის გამომუშავების უნარი გაიზრდება, რადგან უკეთესი შესაძლებლობებისთვის ღია გახდებით. ჩვენ ეს რეზიუმეს სიმდიდრის შექმნით დავიწყეთ. შემდეგ ვისაუბრეთ განსჯაზე, ბედნიერებაზე, თავის მოვლაზე და ფილოსოფიაზე. ყოველივე ამის საძირკველი კი თქვენი ფიქრების ხარისხია. ნავალი მთელი ცხოვრება სწავლობს და არასდროს იღლება ხალხისთვის წიგნების კითხვის რჩევის მიცემით. როცა ჰკითხეს, რა იქნებოდა ყველაზე კრიტიკული რჩევა, რომელსაც შვილებს გადასცემდა, კითხვა იყო პირველი, რაც მან ახსენა. გამოიმუშავეთ სწავლის ჯანსაღი ჩვევა. წაიკითხეთ ყველაფერი, რაც ხელში მოგხვდებათ. დაიწყეთ იმ ლიტერატურული ნაწარმოებებით, რომლებიც მოგწონთ, მაგრამ ამაზე არ გაჩერდეთ. არ არსებობს მენტალური ნაგავი. ტკითხვით თქვენ მხოლოდ უფრო დაბრძენდებით და გაიუმჯობესებთ განსჯის უნარს. თქვენი ფიქრები დაიხვეწება და ეს გარეგნულად თქვენი ცხოვრების ხარისხზეც აისახება. ერიკ იორგენსონი ამბობს: რეალობა ისაა, რომ ცხოვრება ერთმოთამაშიანი თამაშია. მარტო იბადებით, მარტო მოკვდებით. ყველა თქვენი ინტერპრეტაცია მარტო სულია. ყველა თქვენი მოგონება მარტო სულია. სამთაობაში გაქრებით და ეს არავის ადარდებს. სანამ მოხვიდოდით, არც მაშინ ადარდებდა არავის. ყველაფერი ერთმოთამაშიანია. ეს ვიდეო სრულიად უფასოა. მაგრამ შენ მაინც შეგიძლია გადაიხადო. ამ არხზე ვალუტა შენი ლაიქია. თუ თვლი, რომ ამ წუთებში თუნდაც ერთი ახალი იდეა მოისმინე, რომელიც დაგაფიქრებს, გადაიხადე შენი ლაიქით. ეს მე მოტივაციას მაძლევს. შენ კი არაფერს გაკლებს.